კაი, დავიწყოთ. არის ძახის. რა, მაგრამ ეს არის ამ საუბრის მთელი აზრი. ვიცი, მაგრამ არ მინდა რომ თქვა. რა ჯანდაბა ხდება, მოდი უბრალოდ დავაიგნოროთ ეგოისტი დედოფალი. ხვდები რომ მოგვიწევს. ყოველ შემთხვევაში თავდასხმას ძლიერი იარაღი სჭირდება და როგორ გამოიყენებ ამას მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თუ ყველა იმას გააკეთებს, რაც უნდა ბოლო თამაში ვიდასრულდება. შეგვიძლია ნამდვილად იმით გავიმარჯვოთ, რაც ეგომ გვითხრა. იარაღიდაც თუ კოორდინირებულები არ ვართ, ისინი უაზროა. არ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაიმე სტრატეგია, სადაც ყველა ჩვენგანი ვიბწყინალებთ ან რამე. ხედავ. მართალია, ამან შეიძლება იმუშაოს ამ გზით ჩვენ ყველანი მივიღებთ თანაბარ შანსებს. ამ სტრატეგიით ჩვენ გავიმარჯვებთ. ამის სახელია ოპერაცია შემდეგი. მე ვართ 11. ახლა არის ფეისლევირი. როა, ჩემთან გადმოაგდე. კარგი. არ არის ისეთი, თქო ჩვენ უცებ გუნდი გავხდით. იმის მსგავსად არა, ფეხზე მინდა. კარგი, შეწყვიტე დირილი. ისაგი უკან ნუ ჩამოხვალ. რიგი დაიცავი. ერთი წაგება და საფეხბურთო კარიერა დასრულდება. გრძნობ რომ ამ მარტივმა ფაქტმა გაგვაჩინა როგორც გუნდი. სადილზე ძალიან თავაგვიანე. აგი ჩემი ფეისლევირი. ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც ბლუ-ლოქში მოვედი. ბატიოსნად არაფერი ეშველება ჩემს თავდაჯერებულობას. არ მაქვს იარაღი, რომლითაც ვიამაყებ. ახლა გავთიშო. არ გაქვს შენ ტალანტი. შესაძლოა იარაღი არ მაქვს. ნატოსგან დავიღალე. კარგად იმუშავე დღეს ისაგი. გუნიგამი. ისევ ნატოს იღებ. სწორედ ასე ხდება, როდესაც ბოლოში დგახარ. ეი, მოიცადე, ჯერ არ გისადილია? ახლა ვჭამ. შენთან სალაპარაკოთ მოვედი. რაზე? შენთვის არასდროს მithkoms მადლობა. რისთვის? მადლობა პასებისთვის. ბოლო თამაშისთვის, სულ ესაა? კი, მე მჯერა საქმეების სწორად კეთების. ყოველი შემთხვევისთვის სულ ესაა, ღამე მშვიდობისა. ეი, ერთ წუთს. კუნიგამი, რატომ დაიწყე ფეხბურთის თამაში? რა სახის კითხვაა ეს? ეს მხოლოდ შენ გაქვს უამრავი იარაღი და არ მოგწონ შენი გასროლის ძალა და შენი სიძლიერის ჩარჩო. ასე რომ უბრალოდ მაინტერესებს შენაერი საოცარი ბიჭი რაზე ფიქრობს. ჯანდაბა, რას ვიძახი? წუხვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს ძალიან მწვანეა. დაივიწყე, რაც კითხე, ღამე მშვიდობისა. ეს ადვილია. მე მინდა რომ ფეხბურთის სუპერგმირი გავხდე. რა? როცა პატარა ვიყავი, არ უყურებდი სენტაის გმირებს, რობოტებს ან მეკობრე მეფეებს.
მე ვაფასებდი თავდასხმელებს, რომლებიც დარბოდნენ მწვანე მოედანზე და გოლები გაქონდათ შესამარჯვებლად. ეს მოთამაშეები გამოგონილები არ იყვნენ. ესენი იყვნენ რეალური ცხოვრების სუპერგმირები, რომლებმაც აღმართოვანეს და გამბედაობა მომცეს. სტახანი ვიყავ. გურც მიიღებენ და კოდრს გააკეთებენ. ისაგი, ეს კუთხურია დადექი პოზიციაზე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიდის, უბრალოდ გაიტანე. სწორია, თუ ახლა არ შეუდევთ, მაშინ როდის? ეს ჩვენი პირველი შანსია. ჩვენი პირველი შანსი. ხედავ. ეს გრძნობა მოდის. ისაგი, ჩემია. ჩვენ არასწორად გავიგეთ სიტუაცია. ვინც ჩვენ შანსებს ანადგურებს. ის ვინც ისვრის და მკვლელს კვებავს. ჯანდაბა. სულელია ძალიან ბევრი წახვედით. თუ ისინი ახლავე მიიღებენ ბურთს. აქ არის. უხერხული გრძნობა, რომელსაც გრძნობდი გუნდი ვაის გულიდან მოდიოდა. და ეს შენ ხარ, ნიკო. კარგია, ისაგი. თუ ჩვენ მას გამოვთიშავთ, გუნდი ვაი მოკვდება. ახლა ეს ჩვენი შანსია. მე ვიცი, რომ შემიძლია ეს დარტყმა განვახორციელო. ჯანდაბა. ავაცილე. თუ ჭამთ ამის ყურების დროს ასე. ჩვენ შევძელით. კარგი პასია, ისაგი. გაგამარო. ესე უნდა ყოფილიყო გასროლა. ჩვენ შევძელით. ჯანდაბას ხვისი გოლი გამიხარდა. ჩვენ საბოლოოდ გავიტანეთ. გაგამარო, გასაოცარი ხარ. კიდევ ერთი გოლი. მართალია. დაიჭირე. შენს გარეშე ჩვენ შეგვეძლო შეწინააღმდეგობა და თამაშის ჩაშლა. ახლა კი თავისუფლად აღარ გაგიშვებ. ჩვენ გაგთიშავ და მოგიგებთ ამ თამაშს. ჩვენ ერთნაირი თვალები გვაქვს. მაგრამ შენ არ შეგიძლია მე დამარტყა. მე ვარ ის, ვინც აკონტროლებს ამ თამაშს. უბრალოდ დაელოდე ნაბიჯვარო. და აი ასე მორჩა ჩვენი მეოთხე სერია. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომეწონა. შემოგთავაზეთ მე, ტოში მამიერთან მეგაგიხვანებთ. ბლუგს, ლუჩ ჩამკეთს, იმედია მოგეწონებათ და მომავალ შეხვედრამდე.